მოგესალმებით ჩემო დღეს არის 28 ნოემბერი. უკვე ჩვენთან თითქმის უკვე მოვიდა ზამთარი. თითქმის რა უკვე კარგად არის მასული. იმიტომ რომ რაც იყო 18 ნოემბერს იყო თოვლი იყო 2 დღე და ძალიან კარგად თოვდა უკვე აქ ეზოში ყველგან აქამდე იდო თოვლი ყველგან ბაღშიც ყველგან ბაღში უფრო მეტი იდო ესე უკვე ყინუებიცა თითქმის ან ძალიან ყინავს ხოლმე და კაი თოვლი იდო 18 ნოემბერს თოვლი იდო და რა ვიცი ეხლა გარეთ ყანან კათმები თოვლს მშვენივრად გაუძლეს კათმება გარებია ჩვენ ყანავანჯერეთ თითქმის ზამთრის იმიტომ რომ შეშა ეს არის ცხილის და წიფელის შეშა არეული არის ერთმანეთში და კაი შეშა არის კარგად წვავს ფოტოები შემოსწევდა ყველაფერს კიდე სულ ჩამოსწევდა თითქმის შეშა დაჭრილი გადიქში კიდე წავიდნენ ეს სულფოთლები ყრია ძალიან მაგრად თოვდა და სულფოთლები ჩამოაყრევინა კაი მაგარი თოვლი იყო 2 დღე რავი წარადა ჩვენ ახლა არ ვართ ძალიან მაღალმთიანეთში ჩვენ ვართ თბილისთან ახლოს 9 საათში უკვე სოფელში გაჩნდები და ვიცი თოვლი მოვიდა ზარში საერთოდ კიდე თარწმინდაზეც ყიდო თოვლი ისეთი თოვლი მოვიდა ოღონდ თბილისში არა თბილისშიც მაქვს სახლი და იქ არ მოვთოვია იქ უბრალოდ თოვლი ჭყაპი მოდიოდა ასეთი ამბავია და არის ყვავილები ყველაფერი ბაღჩაში რაც არის ყველაფერი სულ რაც კარტოფილი იყო სულ მოყინა იმას აქნა და ეგრე ქნა ეხლა მზესავით არც მზია არც ცივასავით სუსხივით დილას უფრო ცივა ხოლმე მზე არ არის დილას ცოტა რაღაცნაირად იმასავითაა ხოლმე თოვლის ამინდივითაა ხოლმე და თოვლის ამინდივით რო არის ხოლმე მე ცოტა გადაყრის ღრუბლებს მაგალითად აქეთ არა ღრუბელი გადაყრის ხოლმე ღრუბლებს და მამზეს გამოვანახეთ ხოლმე მაგრამ მაინც უჭირს რა ზამთარი საერთოდ ჩვენ და ზამთარი წყნარი არის ზაფხული ძალიან საშუალო არც ცხელი ძალიანაც არ ცხელა მაგრამ
ანუ ზაფხულიც საკმაოდ ცხელი არის, ანუ ივლისი და აგვისტო და მთელი 3 თვე ზაფხული არის თბილი და ზამთარიც არ აუშავს, ზამთარიც ცოტა ცივი არის, ანუ ყონდა წელს იყო ძალიან, ანუ წელს არის რაღაც თანამდანვე, ანუ ნოემბერში დაიწყო თოვლები და ცივები და თან ეხა რომ ჩაკეტეს გზები ის არის. გზები რომ ჩაკეტეს, ანუ უფრო ხალხს უფრო გაუჭირდება, ანუ ჩაკეტილობაში ესე ზამთარი, იმიტომ რომ ცივი ზამთარიც არის და ცივი ზამთარი ჩანს, ანუ წინა წელს ზამთარი საერთოდ არ იყო, ანუ არც მოუთოვლია, არც წვიმა იყო, თოვლი იყო, უბრალოდ რავი, რაღაცნაირი უბრალოდ მოღრმული ამინდები იყო. რაღაცნაირი, ანუ გემოვნოს არა, რაღაცნაირი არის უიმედო ამინდიც არ ქვია მაგას. მაგას ქვია ისეთი ამინდები. ხო, რა იგივე უგემოვნო. რაღაცნაირი ამინდები იყო, მაგალითად ანუ უგემოვნოც არ ქვია მაგას ქვია, ანუ უსიამო, ანუ რაღაცა ანუ არ მოგეწონება, ანუ რაღაცნაირი მოსაწყენი ამინდები იყო, ეგ მინდოდა მეთქი. მოსაწყენი. რაღაცნაირი მოსაწყენი, რომ ანუ საერთოდ ანუ არ მოგეწონება გარეთ გასვლა და ეგეთი რამეები, ანუ საერთოდ სიცივი არ იყო. ანუ ცოტა რა, ანუ სიცივეც იყო, მაგრამ ანუ ისეთი არ იყო, როგორც წელს არის. წელს ანუ წინასწარ ვინც პროგნოზს პროიკრევენ, ანუ ცოვა ხალხი იძახის, რომ ანუ ისეთი რაღაცნაირი ცივი ზამთარი იქნება, ანუ ჩვენც ვატყობთ, იმიტომ რომ თქვენდანვე თოვლით დაიწყოთ, სიცივით. ქარი საერთოდ არ არის, წყნარი ამინდია და ლამაზი და საყვარელი ამინდებია. ეგეთ არიან. ამას ჯერ არ ჩამოვყრია. ანუ ისეთი თოვლი იყო, რომ ანუ იდო რა, ანუ შესულა კაცო. საჩეხვედი ეს ვარია. საჩევიდა კაცო ხა ეს ამას გამოაკეთებს. წურივეც საყვარელი დედლევია. ძალიან რა, ანუ იმაშურება, ანუ ეს ფოთოლს არის ჩვენს მთელი ზამთარი ასე არის, მაგრამ არ ყვავილობს, აი ამას სულ კაი ვენახი. ან საერთოდ თუთები გვიან იყრიან ფოთოლს, ამიტომაც გვიან დაიყარა. აი მაგალითად ეხა ეს ნახი როგორ ფოთლები არ აქვს, საერთოდ არც ამ კაკალებს დაიყარეს, არც იმას აღარ აქვს. ამას ცოტა კიდე და გვიან იყრის. ეს ჩვენ ზაღლებს წინოთ. ძალიან საყვარელი დიდი. ვეჟობით კვერცხს არ დებენ. ესენი დასტევენ ადრე დეკემბრის ბოლოს ალბათ. დეკემბრის ბოლოს არ დასტევენ, ესენი დასტევენ ეს მარიები. დეკემბრის ანუ შუა რიცხვებში ან დასაწყისში, იმიტომ რომ უკვე დრო აქვს კვერცხის დასტევის. უკვე ოცნაყიდი გვაქვს და ეს ვართ ხორები ისე ყავს გარეკილი ბაღში. საკმაოდ კაი შეშაა ეს.
კაი დიდი მორელი. და მეგობრებო, ანუ ესეთი ამინდები არის ჩემთან. იქ ჩამოუთოვია თაზე, რო ვიძახდი. სულ თოვლი დევს, ამიტომაც ჩვენთან ცივა საკმაოდ. ჩვენთანაც ველოდები, ველოდოთ თოვლს კიდევ. მოსაოდნელი არის იმიტომ, გამომდინარე სცივედან და იმისგან. სცივესგან და ჩესგან და ყინისგან გამოსაოდნელი არის და თვითონაც ამინცას ეტყობა. წყნარი ამინდი, რომელზეც არის და ცოტა ნიავიროა, ამ დროს თოვლის ამინდები არის ხოლმე და კიდევ მოგრუბლება, ახლა მაგალითად აქ ღრუბლები არის სულ. შეიძლება ღრუბლები არის ეგ ჯანდაბას, მაგრამ დამოწმებულიც არის ახლა, მაგრამ დილაობით და საღამოობით ხოლმე ახლა სახამოს სულ მოიღრუბლება და ის არის ხოლმე. და თოვლი ჩვენთან საერთოდ დღე არ იცის თოვლი. ეს დამოკიდებული არის, თუ მაგალითად ახლა თუ ძალიან არ მოთოვა და ერთი პატარაზე მოთოვა და ეს დღე სანტიმეტრსაც თუ ვერ მიაღწია და მეტრსაც. მაგ შემთხვევაში მაშინ ეს მეორე დღეს დადნება, იმიტომ რომ მზე გამოვა. მაგალითად ეს პატარა მხარეებში, ერთი კუთხეებში მოთოს, ეგ სულ დადნება, არანაირად არ დადებს. მაგალითად თუ ერთი დღე მოთოვა და კარგად თუ მოთოვა, დღე აღარ ითოვებს და დაადნობს. ოღონდ თუ 2 ან 3 დღე თუ მოთოვა და თუ 2 თუ 3 დღე თუ მოთოვა, ეგ ითოვებს დღესაც. დღესაც არის მოსაოდნელი თოვლი, დღესაც ითოვებს. თუმცა ასეთი არის კეკაობენ. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. კარგით ნახვამდის.